ანუ მყავს კოლხური ხოხობი, მყავს ოქროს ხოხობი, ალმასის ხოხობი, ბაჯაღლოს ხოხობი, სამეფო ხოხობი, ასევე მყავს ვერცხლის ხოხობი, ნეპალის ხოხობი, ხოხობი სვაინო, იხვი მანდარინკა და კაროლინები და მტრედების რამოდენიმე სახეობა. რავი ხო არ გამომჩენ, მგონი გამომჩენ რაღაცა. ნეპალი თქვი, სვაინო თქვი, კოლხური თქვი, რუმინული არ მithოს, მაგრამ არ აუშავს. 10 წელზე მეტი ვიმსახურე სხვადასხვა ქვედანაყოფებში. დაახლოებით 2 წელია რაც ჩამოვედი სოფელში დავბრუნდი. TikTok-ზე გაქვთ ვლოგები ძალიან საინტერესო, სადაც თქვენ ფრინველებს აცნობთ ფართო აუდიტორიას. აქ არიან ძირითადად ანუ ხოხობი. ეს შეღებილია თუ ასეთია? ეს ასეთია. ეს არის რა ლამაზია. ოქროს ხოხობი. ეს არის ბაჯაღლოს ხოხობი. ეს ალმასის. ესე თქვენ მოიგონეთ? არა, ეგრეა. ოქრო ბაჯაღლო. არა. ის ბევრი მეხმიანება ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დაბრუნდნენ და ძალიან მიხარია და ძალიან მახარებს. ცხოვრებაში სვარკა დანახიც არ ქონდა, მაგრამ რომ მოვინდომი, ანუ გამომივიდა. თუმცა არის ხოხობის ისეთი სახეობები, რომელიც 3-4 ბირს. ვაუ. ოქროს და ბაჯაღლოს ნაჯვარი სუთა ვერ იქნება. გასაგებია. ანუ დასაცავია ეგეც, ანუ ხო, სპილენძი გამოვა. ჩემი მიზანიც ეგ არის, ანუ რომ ადამიანები უფრო მეტი სიყვარული ქონდეთ, ესე რომ თქვა, ბუნების მიმართ, ზოგადად სამყაროს მიმართ. ახლა ვიმყოფებით ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორსანჯელესში, უფრო სწორად კი თორსაში. დღეს ჩვენი გადაცემის გმირია დავით კვარაცხელია. ჩვენ კადრს მიღმა ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, როგორ დაიწყო მისი საინტერესო ამბავი აგრარულ სფეროში, ასე რომ მეც ბევრ რამეს დღეს თქვენთან ერთად გავიგებ. დავით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი რომ ხართ. მოკლედ გაგვიკეთეთ ექსკურსი, როგორ დაიწყო თქვენი ისტორია. სიამოვნებით. ანუ დავიბადე წალენჯიხაში, როგორც გითხარით, იქ დავამთავრე სკოლა. სკოლის მერე წავედი სამხედრო სამსახურში. 10 წელზე მეტი ვიმსახურე სხვადასხვა ქვედანაყოფებში. დაახლოებით 2 წელია რაც ჩამოვედი სოფელში დავბრუნდი, ესე რომ თქვა, მაგრამ აქ არ მიცხოვრია. მომიწია უცხო გარემოში ცხოვრება. ნუ ფიქრობდი ძალიან ბევრს, ანუ რა უნდა გამეკეთებინა ისეთი რომ ყოფილიყო ჩემთვისაც, რა თქმა უნდა, საინტერესო ასევე სხვისთვისაც და რატომღაც ბოლოს გავაკეთე არჩევანი ფრინველებზე. თავიდან კოლხური ხოხობები შევიძინე და ამათ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ ანუ იყვნენ ადამიანები, ვისაც უფრო სხვა ფრინველები ყავდათ, უფრო ეგზოტიკური ფრინველები ყავდათ და ნელ-ნელა ესე რომ თქვა შევედი აზარტში. ძირითადად ხოხობებია ჩემს ფერმაში თუ პარკში 9 სახეობა მყავს ჯერჯერობით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ წლის ბოლომდე 14-15-მდე ავა ალბათ. TikTok-ზე გაქვთ ვლოგები ძალიან საინტერესო, სადაც თქვენ ფრინველებს აცნობთ ფართო აუდიტორიას. კი ბატონო. და ნუ მოკლედ იქ ამბები ხდება, არ ვიცი, შევეცდები დღეს რამდენიმე ვიდეო გაჩვენოთ, აუცილებლად ჩავსვა თქვენი შემოქმედებიდან. აი ამ კადრისთვის ნამდვილად ნახევარსაათზე მე ყველა ფრინველი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს მიყვარს განსაკუთრებულად. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ ჩემი ფრინველები. ვაუ. ცოტა ნაცრიმარია ის არის. მოუწესრიგებელია ეს ტერიტორია. აქ ძირითადად ტრედები არიან. რა მაგარია ეს პატარა სამოთხე. ტრედი არის დაახლოებით 1-6 სახეობა თუ არ ვცდები. ამათის ახალი მას ვაკეთებ ახლა ვოილერებს იქით და იქით უნდა გადავიყვანო. ეხლა 1-2 დღეში ვიდივარ. ფარშევანგებიც უნდა ჩამოვიყვანო. ფარშევანგი მყავდა, მაგრამ 6-ვე დამეხოცა რატომღაც არ ვიცი. პატარები ვიყიდე, გავზარდე. სადაც 6-7 თვემდე გავზარდე, მაგრამ მე დაიწყო სიკვდილიანობა და ყველა დამეხოცა. რატომღაც მასიურად მოხდა ესე რა, ყველა მომიკვდა. ანუ 6 მყავდა და 6-ვე მოკვდა. ეტაპობრივად. გამოარკვიეთ ისე რესიბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო? იქით შევიდეთ, უფრო არ ჯობია, იმათ შევიდეთ.
კაი, მაცად, მიდით წავით, ცოტა ხანი მიდით და იმას ავხნათ. მე ავიღოთ. აქ არიან ძირითადად ანუ ეს შეღებილია თუ ასეთია? ეს ასეთია. ეს არის ეს რა ლამაზია. ოქროს ხოხობი. ანუ არ მჯერა. რასაუბრია. ანუ ეს როგორც ფიზიკურად არის, ლამაზის ანუ სულიერადაც, ანუ ქცევები აქვს ისეთი რა. ლამაზ ხელში ლამაზი სულია, ხო? ზუსტად მაგის მაგალითია. ღმერთო რასაოცრება, რამდენი ფერი აქვს? უყვარს თამაში. ცეკვა უყვარს. რა ქვია? ოქროს ხოხობია. სახელი? ხო, სახელი არ ჯერს. არ დამირქვა. ერთი ცალი ყავთ ეს? ერთი წყვილი, ხო, დედალმამალი. ანუ ზოგადად ფრინველებში ლამაზი რომელიც არის, ეგ არის მამრი. ეს არის მამალი, კი. რა საინტერესოა. დედალი საერთოდ სხვა მიმინოს გავს. თავხელა გასხოვებაა და კი. არა და იდენტური ჯიშია, ხო? ორივე ოქროს ხოხობია. ორივე ოქროს ხოხობია. რასაოცრ ვინ დაიჯერებს ახლა ეს როკაცია და ის გალი. არ მინდოდა სექსისტურად გამომსვლოდა, მაგრამ მაინც. ხო. ზოგადად ფრინველებში ეგრეა. აუ ძალიან ლამაზია, თვალს ვერ ვწყვეტ რა. აქეთაც ყავს უფრო პრეტენზიულია ისე? არა. დიო, მიდი რა მაიქ ცოტა. ეს არის ბაჯაღლოს ხოხობი. ეს ალმასის. ესე თქვენ მოიგონეთ? არა, ეგრეა. ოქრო ბაჯაღო. არა, ის ვერცხლის არ, ნუ ეგრე ქვია. ეგრეა. რასაოცრება აღმოჩნდა. ის სამეფოა იქით. აუ, ისიც რა ლამაზია. კი, ძალიან. ამათ ჩვეულებრივი ფრინველისგან განსხვავებული მოვლა ჭირდებათ თუ იგივე პროცესი? განსაკუთრებული მოვლა რაღაცა რა ვთქვათ, რომ რაღაც ისეთი, რასაც სხვა ვერ შეძლებს, არა, უბრალოდ პერიოდულად ჭირდება ვიტამინები, დანამატები, ასევე ტილზე დამუშავება, ტილზე დამუშავება, რომ ფრინველს ზერტო პარაზიტები არ დაესწროს. რამე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროება, უბრალოდ პერიოდულად, ანუ ეტაპობრივად ჭირდება სპეციალური დანამატები, საკვებიც, ხა ზამთარში რასაც ვაჭმევ, იმას კვერცხდების პერიოდში არ ვაჭმევ, იმიტომ რომ კვერცხდების სეზონზე სხვა საკვები ჭირდება, რომ შედეგი მაქსიმალური იყოს. აჰა, გასაგებია. გამრავლების პროცესი კარგად მიდის, გამოსავლიანება? გამრავლების პროცესი შარშან არ მქონდა, გამრავლების პროცესი წელს ველოდები, ახლა ჩართული მაქვს ინკუბატორიც, ჩალაგებული მაქვს კვერცხები ამათი და შედეგი იქნება დაახლოებით 20 დღეში. რა ფართობზე გაქვთ ამათ 64 მოწყობილი? მთლიანი კვადრატულობა არის სადღაც 4000 მეტრამდე, მაგრამ ამათ არის ახლა ესე ნუ მთლიანი ეს ტერიტორია დათმობილი მაქვს მაგათთვის ეტაპობრივად რომ გავზარდო ნელ-ნელა. როგორც აღნიშნეთ, დავით თქვენ დაიწყეთ ხოხბებით. კი. და შემდეგ უკვე შემოიმატეთ კოლხური ხოხბებით და შემდეგ უკვე შემოიმატეთ სხვა დეკორატიული ფრინველები. აზარტული აღმოჩნდა ეს ამბავი, ახლა გააქვთ, აი ხართ იმაზე, რომ სულ უფრო და უფრო ახალი, საინტერესო და ლამაზი სახეობების აღმოჩენის აზარტს გულისხმობ ამ შემთხვევაში. კი, საკმაოდ როგორც თქვი, საკმაოდ აზარტულია, თავიდან კოლხურით რომ დავიწყე, მე უკვე ერთი ხოხობი, ანუ მეორე, მესამე და ეხლაც ზუსტად ვიცი რა მინდა. რაზე მაგ არჩევანი გაკეთებული, როგორც გითხარით, ამ დღეებში ფარშევანგებს ჩამოვიყვან და შემდეგი რაც იქნება, არის გედი და სირაქლემა. აუ, სირაქლემა არ ვიცი. ნაფიქრი გაქვთ ხო? სირაქლემაზე. არა, ვიცი, ზუსტად როგორც უნდა მოვიყვანო და საიდან. აუ, სირაქლემაზე ძალიან ისეთი არასასიამოვნო გამოცდილებები აქვთ ჩვენს რესპონდენტებს. ვიცით რომ ძალიან საშიში ფრინველია. ზოგადად ყველა ფრინველი არის აგრესიული, რა თქმა უნდა, სირაქლემას და ხოხობს ვერ შეადარებ ერთმანეთს, მაგრამ აი თუ ვერცხლის ხოხობთან ეხლა შეხვალთ, თქვენ თვითონ დარწმუნდებით მის აგრესიაში. საკმაოდ აგრესიულია, შიგნით ვერ შეხვალ, გამორიცხულია. ნისკარტით. აუცილებლად. ნისკარტით, ფეხით, ფრთებით, რითაც შეძლებს, ყველანაირად ეცდება რომ დაგაზიანოთ. ზოგადად კვერცხისდების პერიოდში არ უყვართ ფრინველებს შეწუხება, მეც მაქსიმალურად ვცდილობ რომ იშვიათად შევაწუხეს. თქო, იმ დროს მივდივარ მარტო საკვებზე, მივდივარ წყალი რომ შევუტანო და კვერცხი ავიღო. მეტი ამათთან ისე რომ თქვა ყოველდღიური ურთიერთობა, ჩემი ამ თავი ხარ რომ მოვიდე და ვეთამაშო ესე, აი ამ პერიოდში, განსაკუთრებით კვერცხისდების პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ფრინველთან რა. შესაბამისად იმ სირაქლემასაც ვიცი რომ ზოგადად არიან აგრესიულები, მაგრამ აი გამრავლების პერიოდში
საშიშად აგრესიულები არიან. დედალი და მამალი რამდენად განსხვავებული ხასიათის არის აი ხოხბების შემთხვევაში. ნუ ვიზუალი ძალიან მკვეთრად განსხვავდება. ისე ხასიათებითაც განსხვავდებიან. მამს უფრო აი ხა ოქროს ხოხობს სიტყვაზე, აი ამ ოქროს ხოხობს, აი ეს ოქრო ვერცხლი და ეს ბაჯაღლოს და ალმასის ხოხობი თუ დააკვირდებით ვიზუალურად ძალიან გვანან ერთმანეთს. ფერებში განსხვავდება მხოლოდ. ხო, ისინი თითქმის იდენტურია, ხო, იდენტურები არიან. შესაბამისად ქცევების თითქმის ერთნაირია. უყვართ თამაში, უყვართ აი ხა შეიძლება დაიწყოს მალე თამაშიც. სამეფო სად არის? აი ბოლოშია მეოთხე ბოილერში. აი ამ სამეფო ხოხობს დაახლოებით 1.80 ეზრდება კუდი. უბრალოდ ეხლა გამრავლების სეზონი როა. აუ ეს ნანახი მყავს, მგონი, სად? აუ ეს მეცნა. ვაიმე რა ლამაზია. ეს საკმაოდ აგრესიულია ეხლა. ხოხბის ისე რამდენი ჯიში არსებობს? არ ვიცი, ძალიან ბევრი. და ესეთი მკვეთრად განსხვავებული ვიზუალები აქვს. ყველას აბსოლუტურად განსხვავებული ვიზუალი აქვს. და ჯამში რამდენი ფრინველი მყავს? არ ვიცი. ვეღარ იტვლით რა. რაც ბოილერში მყავს, ნუ აქ 8, 10, ანუ კოლხურებში უფრო მეტი მყავს, ანუ ერთ მამრთან მყავს 3 ბედრი. დაახლოებით ერთი ეს ეგზოტიკურებს თუ გულისხმობ, დაახლოებით ერთი 40-50 ალბათ. იქით იხვები მყავს, მაგრამ ეხლა ლინკის პერიოდი აქვს, ბუმბულსიცვლია. ეხლა განახევთ იმ იხვებს და მე ანუ ეს TikTok-ზე ამაზე ვიდეოს მაგათი ვიდეოები აი რადიკალურად განსხვავებული რომ შეიძლება ვერც დაიჯეროთ რომ ამ ფრინველებზე მაქვს საუბარი. ვა, ბუმბულის ცვლის. საოცრად ლამაზები არიან. სამთრის პერიოდში აი შემოდგომის მერე იწყებენ უკვე ანუ თავის სილამაზის აბუმბულებას. და აი ამ პერიოდში უკვე ანუ ლინკას ვეძახით, ესე რომ თქვა ლინკის პერიოდია ბუმბულსიცვლია რა. და ჩვეულებრივი ხებს მსგავსებიან, მაგრამ აი სამთარში არიან, რა ვიცი. ჩემთვის ყოველთვის ვამბობ ხოლმე ფავორიტი ფრინველია ულამაზესები არიან. აი, მინდა დამკითხვის დასმა. ხატვის მიერ შექმნილი გეგონებათ აი ეს სურათსაც აუ როგორ მაინტერესებს როგორები არიან. ეხლა უკვე დაცვენილი აქვთ ბუმბული? მაგრამ შემიძლია განახოთ, ნახავთ. ამოვიღებთ TikTok-იდან კადრებს ვაჩვენებთ აუცილებლად ჩვენ მაყურებელს. სვათაშორის ბოლო რამოდენიმე თვე არის, რაც მეც ესე რომ თქვა ჩემი TikTok-ი და Facebook გვერდები ავამუშავე, საკმაოდ მოთხოვნილებაა ყველა ფრინველზე აბსოლუტურად. ზოგჯერ ისეთ ფრინველებზეც არის მოთხოვნა, რაც მე არ მყავს სამწუხაროდ, მაგრამ იმედოვნებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და უფრო და უფრო გავფართოვდებით და მოთხოვნა თუ არა, ესე იგი დროდადრო უკვე შეეცდებით, რომ გაამრავლოთ თქვენი სახეობები და ჯიშები, ხო? აუცილებლად. და ძირითადად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენთან მოდიან და მიხავთ ფრინველი? გუშინ მაგალითად იყვნენ ჩხოროწუდან ბიჭები ჩამოსულები, 6 ცალი ტყედი ჩამომიყვანეს საჩუქრად. ყოფილი სამხედროები იყვნენ ისინიც. თურმე ავღანეთის მისიაში ერთ წელს და ერთად ყოფილი ვართ, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არ ვიცნობთ ესე კარგად და გუშინ გავიცანით. ანუ ეს თქმა მინდა ამით. ძალიან აი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი მეხმიანება ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დაბრუნდნენ და ძალიან მიხარია და ძალიან მახარებს. ბევრი ისეთ რაღაცას მეუბნება, რომ ანუ დაჯერებას მიჭირს ხოლმე, რომ აი რაღაც мотиваცია მოგვეცი, ანუ შენ გამიგე мотиваცია, ან თქმა უნდა მეც იგივენაირად თავიდან რომ დავიწყე, ანუ როგორც ხართ კოლხურები, მე ფრინველზე არასდროს არაფერი არ ვიცოდი. აი აქ რასაც უყურებთ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, ეს თითო ვოილერი. ცხოვრებაში სვარკა ნანახიც არ მქონდა, მაგრამ რომ მოვინდომი, ანუ გამომივიდა. ისე რა თქმა უნდა, მე თუ გამომივიდა, სხვასაც გამოვიდა, მეც ეგრე ვფიქრობდი, თუ სხვას აქვს და თუ სხვა შეუძლია, რა თქმა უნდა, მეც შემეძლია და აი ამ ბოლო პერიოდში უფრო აი ახალგაზრდა, ანუ არიან ისეთები, რა თქმა უნდა, ვისაც მხოლოდ სილამაზე აინტერესებს და სილამაზისთვის უნდა და მისი გამრავლება და მატება, ანუ არ აინტერესებს, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც აინტერესებს ანუ მათი მოვლაც, გამრავლებაც, შემდეგ სხვებით ჩანაცვლება და ესე ვთქვათ, სოფელში დაბრუნებული ახალი თაობა. ჩვენი თაობა. ეს წარმომიდგენია თქვენთვის რამდენს ნიშნავს და როგორ გახარებთ, იმიტომ რომ თქვენც რეალურად დაბრუნდით ხო სოფელში. არჩევანი გააკეთეთ ამ ხელა გამოცდილებების მერე რაც ცხოვრებაში მიგიღიათ და წარმომიდგენია თქვენთვის თითოეული ადამიანი, ვისაც სოფლის მიმართ ინტერესი უჩნდება, თქვენს სურვილებს და შემართებას უფრო აძლიერებს ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, თუ იმასთან რა ვიღაც ამ პარტავნულად არა. ანუ ზოგადად ამ ცხოვრებაში ყველას გვიწევს რაღაც ეტაპების გავლა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი თაობა მით უმეტეს ვართ ის თაობა, რომ მრავალი ესე რომ თქვა რაღაც დაძაბული პერიოდი გამოვიარეთ, ომი გამოვიარეთ და ესე რომ თქვა სუბძოლაში გვიწევდა ყოფნა რა.
ნუ დღემდე ისე მოვედით, აი აქ რომ დავბრუნდი, ანუ ჩემი მთავარი მიზანი არის შევქმნა კონტაქტური პარკი და რასაც შუროსვანჯე უწოდა, ანუ შუროსვანჯე თუ დააკვირდით ეს შემოსასვლელში აწერია კიდევაც. ანუ შუროსვანჯე არის მეგრული სიტყვა, რაც პირდაპირ თარგმნით სულის მოსასვენებელ ადგილს ან სამოთხეს ნიშნავს. ვაუ! რა მაგარია! და ამ ადგილს შუროსვანჯე უკვე ქვია. შუროსვანჯე უკვე ქვია, კი. ანუ თქვენი საბოლოო გეგმა არის უკვე კონტაქტური ზოოპარკის შექმნა, ხო? არ ვიცი, რამდენი წელი დამჭირდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაც დავიწყე, იმას ბოლომდე დავამთავრებ. აუცილებლად. ანუ აქ მე ვარაუდობ, რომ ფრინველების გარდა გაჩნდება კიდევ სხვა ცხოველები შეიძლება, მაგრამ როგორც ვიცი, ცხოველებზე რაღაც ნებართვები და რაღაცებია საჭირო, მაგას აუცილებლად, რა თქმა უნდა, კანონის დაცვით გავარკვევ და ნუ იდეაში ეგეც არსებობს. მე ამ ეზოში შესანიშნავი ქალბატონი შევნიშნე, რომელიც ყველა ვოილერთან დგას, ყველას ყურადღებას აქცევს, ჩვენც მათ შორის. ბავშვებისთვის რამდენად საინტერესოა ასეთი სივრცე. დაახლოებით ვიცი პასუხი, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი შვილების გამოცდილება. ბავშვები ძირითადად სკოლაში, მაგრამ შაბათ-კვირას ან თუნდაც საღამოს როცა ფირმელთან მოვდივარ, მაქსიმალურად ვცდილობ დავიხმარო. თუნდაც აი წყლები რო შემაგ, მე კარს გავუღებ, ბავშვებს ვეტყვი რომ შეიტანონ, ანუ რომ კონდეთ ფრინველებთან კონტაქტი, ფრინველების რო ცნობდნენ ესე რომ ვთქვათ. და ვცდილობ როგორც დრო არის ისე მაქსიმალურად ჩემს გვერდით იყვნენ და ფრინველების სიყვარული კონდეთ. არა მარტო ფრინველების, ზოგადად სამყაროს სიყვარული კონდეთ და ბუნების სიყვარული კონდეთ. როცა ადრეული ასაკიდან ბავშვს უჩნდება ინტერესი მიწათმოქმედების, თუნდაც მეფრინველეობის, მეცხოველეობის, ბუნებასთან სიახლოვის, სხვანაირად ყალიბდება მისი მსოფლმხედველობაც და უკეთეს ადამიანად იზრდებაო, ამას ამბობენ და ნუ კარგი და ცუდი ზოგადად ყველგან არის. აქედან დავიწყოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანს რასაც ბავშვობიდან მიაჩვევ, რასაც რის სიყვარულსაც ბავშვობიდანვე შეუქმნი, ესე რომ ვთქვა და მისცემ მიმართულებას, ანუ ჩვენ მშობლების დატვირთვა ის არის, რომ შვილებს ვანახოთ, ანუ სწორი და ანუ სწორსა და არასწორს შორის განსხვავება და შემდეგ უკვე თვითონ აკეთებენ არჩევანს და მე ბავშვებთან ვცდილობ მაქსიმალურად კონდეთ ბუნებასთან კავშირი, კონდეთ ანუ ცოცხალ არსებებთან კავშირი, მათი სიყვარული კონდეთ და რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით ალბათ ეს მათ მომავალზეც და მათ ხასიათზეც, ესე რომ ვთქვა და მათ ადამიანობაზე აუცილებლად იმოქმედებს. ეს არის ნეპალის ხოხობი. აი ამ ფრინველს ოღონდ ვერ გაუგე ვერაფერი. ანუ 24 საათის განმავლობაში ესე დადის სეტყის გარშემო, თითქოს გაქცევა უნდა, მაგრამ ვისაც ყავს, ისინიც იმას მეუბნებიან, რომ ესე არის. და ყველაზე საინტერესოს განახერხებთ, აი ეს კოლხური ხოხობია რა, კოლხური ხოხობის ნახე როგორ ზის, ანუ კვერცხებზე ზის. თვითონ დაждდა და არა ვაცალე კვერცხები რა. ვამჩნევ რომ ანუ სახეც სხვანაირი აქვს ეხლა ამ დროს, აი ხა ის თუ შემოbrunდა, აი ნახე იმას რაღაცას ღაბავებით აქვს წამოსული რა. და ეხლა რო შეხვიდე, ეხლა ნუ აგრესიულია თვითონაც. ძირითადად საკვები რა არის ამათ? ძირითადი საკვების, ეხლა ანუ აი როგორც არის ზამთარში სიმინდი, ეხლა ამათვის ამ კონკრეტული კოლხურებისთვისაც სიმინდი მაქვს ჩაყნილი, მაგრამ ზოგადად ქერი, ზესუმზი, რასაც ვაჭმევ ხოლმე, ხორბალი, მაგრამ კვების რაციონი ყველას ერთნაირი აქვს? თითქმის, კი, თითქმის. კოლხურებს მაინც ცოტა განსხვავებულად ვაჭმევ ხოლმე, ანუ უფრო სიმინდს, ქერს და მაგრამ ეხლა აი ამათ ანუ არის ესეთი საკვები, ანუ სტარცე ძახია, გრანულები, ესე ვთქვათ, გრანულებსაც ვაძლევ ახლა კვერცხგზდების პერიოდში და ასე მეკვერცხული საკვებს ვაძლევ. ძალიან ბევრი ხარჯი აქვს. ანუ თითო ვოილერის შექმნიდან დაწყებული, თითო ფრინველი ჩამოყვანეთ, მათი კვება, მათი მოვლა, ანუ საკმაოდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არის ახლა მე მყავს ფრინველების ზოგიერთი ანუ 1000 ლარი გადამიხდია, 800, 900 ლარი, ანუ შესაბამისი მოვლა სჭირდა. ხო, წყვილში, ხო. ერთში არა, წყვილში. თუმცა არის ხოხობის ისეთი სახეობები, რომელიც 3-4 ღირს. ვაუ. და ну, როგორც ღირს ფრინველი, ანუ მაკელაფოს რო გადაიხდი, შესაბამისი მოვლა სჭირდება, რომ ცხადია. და ყველაფერს რო გავწვდე, დღეს როგორც გითხარით, რა, სულ მყავს ერთი 200-მდე ფრინველი ალბათ ეზოში რა. მაგრამ ეგზოტიკურები მყავს დაახლოებით, ну, მტრედების გამოკლებით, სადღაც 40-50 ალბათ და ანუ საკმაოდ ხარჯიანიც არის და ძვირადაც ფასობენ. ხო, თუ რაღაც აქეთაც ესე რომ თქვა სარგებელი ვერ ვნახე, ესე ძალიან გართულდება მათი მოვლა. რა შეიძლება ღირდეს დაახლოებით აი ეს ულამაზესი, ეს ოქროა ხო? ხო, ოქროს ხოხობი.
ზოგადად ფასი განსაზღვრავს ასაკი, ანუ მისი პატარა გააჩნია ერთი კვირის ერთი ხა მე სიტყვაზე რომ მყავდეს ერთი კვირისას და ერთი თვის ამ ადამიანს ვერ გავატან, იმიტომ რომ შეიძლება ერთ თვეში მისი გამოუცდელობით რაღაცა დაეღუპოს. შესაბამისად ზრდასრულობამდე ესე რომ თქვა, ანუ 6-7 თვის უკვე 7 თვის ეს არ არის ზრდასრული, მე იცვლის უკვე ფერს. მაგრამ დაახლოებით 400-დან 600 ლარამდე ესე რომ თქვა, ოქროს ხოხობი, ანუ ასაკის მიხედვით. ზრდასრული უკვე 600 ლარია, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის, რომ ანუ უნდა იყოს სუფთა ჯიში. იმიტომ რომ ხა სიტყვაზე ალმასის, ოქროს და ბაჯაღლოს ხოხობი, ანუ მდედრი შეიძლება მამთან შეჯვარდეს. მაგრამ ოქროს ხოხობის მამრი ვერცხლის ხოხობის მდედრთან არ შეჯვარდება. ხო ხდებით, ანუ ეხლა ოქროს და ბაჯაღლოს ნაჯვარი სუფთა ვერ იქნება. გასაგებია. ანუ დასაცავია ეგეც, ანუ ხო, სპილენძი გამოვა. სპილენძის გამოვა, მართლა ეგეთი გამოვა. აი ეს არის საკმაოდ აგრესიული. ეს არის ხო მთავარი აგრესორია. ტერიტორიაზე რაღაც ხდება ხო აღიქოს. არ უყვარს, აი თავის ტერიტორიის დარღვევა აგრესიას იწვევს. ეს წიოდა წევან ხო? ეს უცნაურად. ყველას განსხვავებული ხმა აქვს. ესეც იგივე ანუ კოლხურის ორი ოჯახი მყავს და ეს არის რუმინულებს ეძახიან. აი ეს ზუსტად ანუ აღნაგობით იგივეა რაც კოლხური უბრალოდ არის მწვანე. და ეს არის სვაინოს ხოხობი, ესეც ამის მდედრი მომიკვდა. მაგრამ ეხლა დაიწყო გამრავლების სეზონი აუცილებლად მეყოლება. ანუ მყავს კოლხური ხოხობი, მყავს ოქროს ხოხობი, ალმასის ხოხობი, ბაჯაღლოს ხოხობი, სამეფო ხოხობი, ასევე მყავს ვერცხლის ხოხობი, ნეპალის ხოხობი, ხოხობი სვაინო, იხვი მანდარინკა და კაროლინები და მტრედების რამოდენიმე სახეობა. რავი ხო არ გამომჩენ, მგონი გამომჩენ რაღაცა? ნეპალი თქვი, სვაინო თქვი, კოლხური თქვი, რუმინული არ მიწევს, მაგრამ არ აუშავს. დათო, მე როგორც ხვდები, ბიზნეს ინტერესები გრძელვადიან პერსპექტივაშია ამ საქმეში, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა უფრო ენთუზიაზმით ხართ ჩართული, სიამოვნებას იღებთ, როგორც ხედავ ამ ყველაფრისგან და თქვენი საომავლო გეგმებზეც გავიგეთ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება კიდევ ამ საქმის პარალელურად, რასაც აკეთებთ, არის ვლოგინგი, პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარება დიდი აუდიტორიისთვის, ხო? და როგორ მიდის TikTok-ის ამბები, ესეც უნდა გკითხოთ. ხო, ანუ TikTok-ში ისე ჩავერთე, ესე რომ თქვა, თავიდან ანუ ვცდილობდი მაქსიმალურად გამეცნო ხალხისთვის, საზოგადოებისთვის ის, რასაც ვაკეთებდი. და ეხლაც ანუ მაქსიმალურად ვცდილობ, მარტო ანუ ფრინველი სილამაზე არა, ანუ მათი წარმომავლობა, ანუ როგორ მოვლა სჭირდება, ეს გავაცნო ხალხს. ინტერესიც საკმაოდ არის. ჩემი მიზანიც ეგ არის, ანუ რომ ადამიანები უფრო მეტი სიყვარული ქონდეთ, ესე რომ თქვა, ბუნების მიმართ, ზოგადად სამყაროს მიმართ და მე ესე გამორჩეულად ბუნების მიმართ. და ნელა რაღაცებს ვცდილობ და რაღაცები გამოდის. როგორ უნდა გნახოთ ადამიანებმა TikTok-ზე? ნუ დავითის ბირთს მიწერია. დავითი ჩიტები. ხო, დავით კვარაცხელია, Facebook-ზე მიწერია შინაური და დეკორატიული ფრინველები. მეტი არც სხვა არც არაფერი, ჯერჯერობით ამით შემოვიპარგლებით. როგორც თქვენს ფერმაში, ასევე სოციალურ სივრცეშიც გისურვებთ დიდ წარმატებას. ძალიან ვისიამოვნე თქვენთან სტუმრობით, თქვენთან საუბრით. მადლობას გეტყვით თქვენი საქმისთვის, რასაც აკეთებთ. მადლობას იმისთვისაც გეტყვით, რომ სოფელს დაუბრუნდით და სოფელს სხვანაირ სიცოცხლეს და ხიბლს და სილამაზეს სცენთ და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენს. სულ კეთილი სრულებისთვის, ასევე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და მეც ვიმედოვნებ, რომ მომავალი ჩვენი შეხვედრა უფრო ფართო მასშტაბზე იქნება და უფრო ესე ვთქვათ, მრავალფეროვანი იქნება ჩვენი პარკიც. დიდი მადლობა. მოკლედ, გემშვიდობებით ხობიდან და ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.